მოგესალმებით, მაყურებლებო, ტელემაყურებლებო. მე ვარ ანა ლენორმანი, TV Plus-ის ეთერში, გავა ჩემი საავტორო გადაცემა პარანორმალური მოვლენები. ყოველ შაბათს 19 საათზე. ასე რომ გვიყურეთ. რა არის პარანორმალური მოვლენები? ის მოვლენა, რაც არის უხილავი მოვლენაა, რასაც ჩვენ ვერ ვეხებით და რასაც ჩვენ ვერ ხედავთ ფიზიკური თვალით, ეს არის უხილავი მოვლენები, ხო? პარანორმალური მოვლენა ამას ქვია. ჩვენ ყოველდღე ხვდებით აი ამ პარანორმალურ მოვლენასთან, ეს არის ბიოველი, ეს არის მეტაფიზიკური კუთხე, ეს არის ალქიმიური კუთხე, ეს არის ის, რომ ჩვენ ყოველთვის ვართ ბიოველთან დაკავშირებული, ხო? ეს არის უხილავი კუთხე, რომელიც ჩვენ ვერ ხედავთ, ვერც სფერები აურის, ვერც ვხედავთ იმას, კი არსებობს მეექვსე გზნობაც, არსებობს აი ეს მესამე თვალიც, მაგრამ აი ეს არის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვერ ვეხებით, სადაც ჩვენ ვერ შევეხებით, ამას ქვია პარანორმალური მოვლენა. ეს არის ლოცვა, ეს არის აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც ჩვენ ვერ ვეხებით ფიზიკურ მდგომარეობით. აქტიურად ასტროლოგიაც შედის, მეტაფიზიკა, ალქიმია, ყველა აბსოლუტურად აი ესეთი, რასაც ქვია პარანორმალური მოვლენა, ეგ შედის ყველაფერი უხილავ სამყაროში, რომელმაც ეს უხილავი სამყარო პრაქტიკულად ადამიანის თვალი, ადამიანის ხელი ვერ მიწვდება, ხო? ფაქტურად ჩვენ ვერ ვხედავთ ის, რაც ფიზიკური მდგომარეობა შეიძლება შეხვდეს ადამიანს. მე პირადად პარანორმალურ მოვლენასთან დაკავშირებით ეს არის ასტროლოგია, ასტრონომია, ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვერ ვხვდებით, ვერ ვხედავთ, რასაც ჩვენ ვერ ვეხებით, აი ეს არის პარანორმალური მოვლენა. რასაც ქვია უხილავი სამყარო, რომელიც ჩვენ ყოველდღიურად ჩვენ ხვდებით ამ უხილავ სამყაროსთან, იმიტომ რომ ადამიანს აქვს თავისი აურა, თავისი ბიოველი და აი თან მისია ადევს ადამიანს, კარმა, როგორც გენეტიკური კარმა არსებობს, ისე რეინკარნაციული კარმა არსებობს, ისე ყოველდღიური კარმა არსებობს, აი რომ მეკითხებიან, რა არის ეს ყოველდღიური კარმა? აი რასაც ჩვენ ვაკეთებ ყოველ დღე, რა ნაბიჯებს ვდგავთ, რა სიტყვებსაც ვიტყვით, ხო, ელემენტალურად. ეს ჩვენ რასაც უშვებთ კოსმოსში, ეს არის ყოველდღიური კარმა. რეინკარნაციული ეს არის მშობლიური კარმა, რომელიც ძალიან მოქმედებს ადამიანებზე და რეინკარნაციული კარმა ეს არის წინა ცხოვრებასთან დაკავშირებული. ნუ ძალიან ბევრმა ამბობს, რომ არ არსებობს ეს წინა ცხოვრება, მაგრამ ეს ბოლო ხანი უკვე ჩვენ უკვე ბევრს ვკითხულობთ და გაზეთებში, ჟურნალებში უკვე ლაპარაკობენ რეინკარნაციაზე და პარალელურ სამყაროზეც ლაპარაკობენ. აქედან გამომდინარე, აი ეს ასტროლოგიური კუთხე, რომელიც ჩვენ უფრო გვაინტერესებს, რა იქნება დღეს, რა იქნება ხვალ, წინასწარმეტყველეობა, ხო? ეხლა დღევანდელი დღით ძალიან ბევრი წინასწარმეტყველეები გამოვიდნენ ასპარეზზე, ძალიან ბევრი ასტროლოგები გამოვიდნენ. მე 2000 წელს ზუსტად მაგაზე ვლაპარაკობდი და ვწერდი ჟურნალ გაზეთებში, ეს არის მედიუმი ჟურნალი, რომელიც გამოდიოდა ჩემი უხილავი სამყარო, ძალიან ბევრი ჟურნალები, რომელიც გამოდიოდა, ემიგრანტები, რომელიც ძალიან ბევრი გამოდიოდა, ის ემიგრაციაში ჩვენი ემიგრანტები ყოველთვის მიცნობენ და იციან. მე ყოველთვის ველაპარაკებოდი ამ კარმაზე, ამ უხილავ სამყაროზე და როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ სწორი მიმართულება ავიღოთ, რომ არ დაუშვათ ბევრი შეცდომები, როცა ადამიანი ცდება ყოველდღიურად, ის შედის კოსმოსში, ეს ყველაფერი უარყოფითი და დადებითი ემოციები შედის, რაც ჩვენ ვუშვებთ კოსმოსში, ის უკან გვიტრიალდება ჩვენ, 3-ჯერ, 7-ჯერ გვიტრიალდება უკან. ეს იქნება კარგი, თუ იქნება ეს ცუდი, ხო, ელემენტალურად. ხო და აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის იმას ვამბობ, რომ არასდროს არ უნდა გავაკეთოთ ის, რომ
შემდეგში ან ჩვენ შვილებზე, ან ჩვენ შვილიშვილებზე, ან ჩვენ მომავალზე ეს აისახოს ამ კარმიდან გამომდინარე. ჩვენ მომავალ გადაცემებში ვილაპარაკებთ ამ კარმულ დაზიანებებზე, რა არის კარმა, უფრო გლობალურად ავხსნით კარმას, ეს არის რეინკარნაციული კარმაზეც ვილაპარაკებთ ძალიან ბევრს, ყოველდღიურ კარმაზეც ვილაპარაკებთ და გენეტიკური კარმაზეც ვილაპარაკებთ, რომელიც ადამიანები თავისი მშობლებს კი ვერ ვირჩევთ ჩვენ მშობლებს, მაგრამ იმათაც აქვს თავიანთი შეცდომები, თავიანთი დადებითი და თავითი უარყოფითი, რომელიც ჩვენ და ჩვენ შვილებზე და ჩვენ შვილიშვილებზე გადადის ეს კარმა. ვილაპარაკებთ ჩვენ რატო ხდება ადამიანი ასე ხშირად ავად, რატო სვავენ სწავლებს და არ შველის, რა ხდება ადამიანის თავზე, რა არის ლავრები, რა არის კლაშეები, ძალიან დიდი თემები, რომელიც გაიშლება ჩვენთან აუცილებლად აი იქნება შეკითხვებიც მოგვეცით, ეს იქნება Facebook გვერდზე, YouTube-ზე და იქაც შეგიძლიათ თქვენ შეკითხვები მომცეთ. მე ყველას გაგცემთ პასუხს ეთერიდან, აუცილებლად გაგცემთ პასუხს. დღევანდელი დღე მე მინდა გავშალო თემა, ეს არის თვალის თემა, რომელიც ყველას, აბსოლუტურად ყველას აინტერესებს. რა არის თვალი? ვინ შეიძლება რომ გაგთვალოს, ხო? ასეთ იმაში არის ჭრელი თვალი, ეს არის შავი თვალი, რომელიც აი ზოგჯერ ძალიან ოჯახში ცხოვრობთ შვილები, დედები, ბებიები კი უყვარვართ ძალიან, მაგრამ იმან ხო არ იცით აი ამ ემოციიდან რა თვალი დაგვადო. ან ზოგჯერ კიდევ ხდება, რომ შენივე შენ თვითონ თვალს ადებ შენ თავს და შეიძლება გაიფუჭო შენი ცხოვრება, შენი აი საქმე, ან ბევრმა მეუბნება რომ მე გავდივარ, ხო? და ვამბობ რომ აი ახლა ეს საქმე უნდა გამომივიდეს და აი ეს ახლა დღეს ეს იქნება, მაგრამ რომ მიდის რაღაცა სასწაულად რომ არაფერი არ გამოდის, უკან ბრუნდება, ძალიან განერვიანებული, ან სხვა საბრალებს რომ აი ვიღაცამ გამთვალა, მაგრამ შეიძლება ვიღაცამ კი არ გაგთვალათ, შეიძლება თქვენ თვითონვე გაითვალეთ თქვენი თავი. არიან ადამიანები, მშობლები, ხო, პრაქტიკულად ძალიან დიდი სიყვარული, ძალიან დიდი გულის ხმიერა დგას და თანაც ეხმარებიან, მაგრამ სიტყვის ან კიდე აუ რა ლამაზი ხარ, რა კარგი ხარ, იმ მომენტში შეიძლება ადამიანს შვილს ან შვილიშვილს ან იმას ან ფეხი გადაუტრიალდეს ან რამე მოუვიდეს. კიდევ ხდება ისე რომ შვილი როცა გადის ოჯახიდან და ყოველთვის ნერვიულობს, ვაიმე როგორ მოვა სახლში, როდის მოვა, ხო? ჩვენ უარყოფით შიშს, უარყოფით ჩვენ ვაგზავნით კოსმოსში, ხო? და აქედან გამომდინარე, ეგ არ შეიძლება არაფრის დიდებით. დადებითად უნდა იფიქროთ, რომ ის დადებითი მიუვიდეს თქვენ შვილს ან შვილიშვილს. ძალიან ბევრი აი ესეთი ნიუანსებია, რომელიც მშობლებიც, ბებიებიც, დედებიც უნდა იცოდეთ, ან გაუშვით თავისუფლად, ან სულ ნუ გაუშვებთ თქვენ შვილს და შვილიშვილს, რომ არ იფიქროთ, ხო არაფერი მოვა. აი, ბევრჯერ მე ჩემთან მოსულან ადამიანები და შეუკითხიათ ჩემთვის, აი მე სულ მეშინოდა, მე რომ ჩემ შვილს არაფერი მოსლიყო, მაგრამ აი ჩემი შიში ასრულდა. ზუსტად ეს არის, რომ შიში არ ასრულდეს, არც უნდა იფიქროთ უარყოფითზე, იმიტომ რომ ყველა ჩვენ შვილებს, ჩვენ ოჯახის წევრებს, ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური, ჩვენი კარმა, ჩვენი კოსმიური ბალანსი, ჩვენი აურა, ჩვენი ფერები და არ შეიძლება რომ როცა დედა ან მამა ან ბებია ან ბაბუა სუფიქროს, ვაიმე არ დავარდეს, ვაიმე ხო არაფერი მოუვა, როდის მოვა, საათებს უყურებ, ყოველთვის უარყოფითი ასობნა დედის აი ეს თვალი, დედის აი ეს გონება ის ხდება აუცილებლად ბავშვის თავზე და მე ჩემი რჩევა ყველა დედას
დღევანდელი დღე მე საერთო თემა ავირჩიე, რომ მერე უკვე აქტუალურად უკვე ერთი თემა ავირჩიოთ და იმ თემაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ დღევანდელი დღით მე მინდა რომ საერთო თემა, რომელიც აი ძალიან აქტუალურია, ეს არის თვალი და აქედან გამომდინარე ამ თვალთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად მე ახლა ვილაპარაკობდი, რომ ჩვენ უნდა კი არსებობს ეგეთი თვალები, რომელიც მეზობლის თვალი, ხო? არის უარყოფითი ადამიანის თვალი, მაგრამ ხშირად, უფრო ხშირად ჩვენ თავსაც ვთვალავთ, ჩვენი მშობლები გვთვალავენ და გარე სამყარო ხო გვთვალავს და გვთვალავს ხანდახან. არის ადამიანები, რომელიც თვალს არ იღებენ, ხო? ეს უფრო სუსტი ენერგეტიკის პატრონები არიან, ხო, რომელიც იღებენ ძალიან ადვილად თვალს. და არიან, რომელიც ძალიან ძლიერი ენერგეტიკული პატრონებით არიან, რომ აქეთ შეხედავ და აქეთ დავარდება ის ადამიანი, ვინც გაგთვალა, ხო? არის ეგეთი ენერგეტიკის პატრონი. იმას არ ნიშნავს, რომ შენახარ ან ლომი, ან შვილდოსანი, ნუ ამბობთ, რომ ჰოროსკოპთან ნუ გაიგივებთ აი ამ პარანორმალური კუთხე, რომელიც არსებობს ადამიანის სიცოცხლის უნარში, ხო? ელემენტალურად. აქედან გამომდინარე მე მინდა ვთქვა, რომ არსებობს თვალი, არსებობს ენერგეტიკული ბალანსი უარყოფითი და დადებითი, იცოდეთ, რომ ჩვენ როგორც კი ეს დედამიწა როგორც კი არსებობს, ხო, ელემენტალურად არსებობს უხილავი სამყარო, როგორც ხილავი სამყარო არსებობს, ეგრევე უხილავი სამყარო არსებობს. თვალიდან აუცილებლად შეიძლება რომ დაიცვას ადამიანი თავისი ენერგეტიკული ბალანსი. რა ხდება თვალის დაცვასთან დაკავშირებით? არსებობს ამულეტები, არსებობს თილისმები, არსებობს ეგეთი ლოცვები სპეციალური, ყველაზე არ მოქმედებს ზოგჯერ ამულეტი, ზოგჯერ ეს, მაგრამ არსებობს კიდევ თავისი ლოცვებთან დაკავშირებული და პროფესიონალმა აუცილებლად უნდა გაუკეთოს ადამიანს აი ეს თვალის დაცვითი პროგრამა. მაგრამ აუცილებლად უნდა გაკეთდეს დიაგნოზის დასმა. შეიძლება მარტო თვალი არ არის, შეიძლება იქ გენეტიკური კარმაა დაზიანებული, რომ რისგან არის აურა დაზიანებული, რომ ასე მალე იღებს ადამიანმა თვალს, რო გთვალავენ. ადამიანები შეიძლება თვალისგან გარდაიცვალონ, თვალი ისე აიღონ, რომ გარდაიცვალონ, ან კიდე ისეთი თვალია, შავი თვალი, ჩვენ ვეძახით შავ თვალს, რომელიც შეიძლება ისეთი თვალი გქონდეს, რომ დაანგრიოს მთელი შენი ცხოვრების მანძილი, ხო? ყველაფერი დაგაკარქინოს და ზოგჯერ ჩვენ ვამბობთ, აი ჯადო გვაქვს გაკეთებული და შეიძლება ჯადო არა გაკეთებული და არის თვალი აღებული ისეთი, რომელიც ამ თვალმა შეიძლება მთელი თქვენი ცხოვრება აი ესე გაატაროს. აქედან გამომდინარე შეიძლება გაკეთდეს ჯერ პირველ რიგში დიაგნოზის დასმა ასტრალის, კარმის, აურის და განაკეთებების, ხო არ არის განაკეთება გაკეთებული და იქ უნდა ნახოთ, ხო არ არის იქ კარმული დაზიანება, რომელიც აურა თვითონ დასუსტებულია კარმიდან გამომდინარე და აქედან გამომდინარე შეიძლება დამზადდეს თილისმა ან ამულეტი, მაგრამ რაზე მოქმედებს თქვენ ორგანიზმი, ხო, თქვენი ბიოველი რაზე მოქმედებს. ყველას კი არ მოქმედებს ამულეტებზე, შეიძლება თილისმაზე თქვენი ბიოველი იმოქმედოს, რომ ეს თვალი ჩვენ აუცილებლად უნდა აი ეს დავიცვათ. ყველა მხრიდან ეს არის კარმული მეზობლის თვალი იქნება საერთო თვალი, შავი თვალი, მაგრამ არ ხდება რომ ერთხელ თილისმა რო გააკეთო, მერე მთელი შენი ცხოვრება იმუშაოს ეს თილისმა. წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა განახლდეს, რომ ადამიანი იყოს წნარად, იყოს კარგად ეს თვალისაგან, ელემენტალურად, რომ აურას არ დააზიანოს ვიღაცის ნათქვამა ან ვიღაცის თვალმა. როგორ ხდება ამ დიაგნოზის დასმა და შეგიძლია თუ არა თქვენ დიაგნოზი დასვათ? დიაგნოსტიკა ეს არის ასტრალის, კარმის, აურის და განაკეთებების, ეს არის პროფესიონალური უკვე კუთხე კოსმიური ბალანსიდან გამომდინარე და მე შემიძლია ეს გაუკეთო ადამიანს დიაგნოზის დაუსვა, ნუ ეგ უკვე ადამიანისგან არის დამოკიდებული ვის უფრო ენდობა
იმიტომ რომ დღევანდელი დღით ყველა სანდო აღარ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წინასწარმეტყველები, რომელიც ეძახიან თავის თავს ან ასტროლოგებს, ვაი ასტროლოგებს, შეიძლება დააზიანონ უფრო აურა და უფრო დააზიანონ ადამიანის ბიოველი. კი ბატონო, მე არ გეუბნებით, რომ გინდა თუ არა მე ვიქნები თქვენი ხსნელი, თქვენ რასაც აი ვიზე თქვენ დობა გაგაჩნიათ, იმ ადამიანთან უნდა მიხვიდეთ, იმას თუ გაგაჩნიათ, რომ ის არის პროფესიონალი, მიბრძანდით, გაიკეთეთ აი ეს დიაგნოზი, საიდან გამომდინარე ხდება ეს თვალი, საიდან გამომდინარე არის ეს დაზიანებები, რომელიც თქვენ გიშლის ხელს, შეიძლება თვალი არ არის და განაკეთობა, ჯადოს განაკეთობა, იმიტომ რომ დღევანდელი დღით არაფერი გამორიცხული არ არის, იმიტომ რომ არის კიდევ წყევლა, ხო, ჩვენ არ დაგაბავებთ, რომ არის საგვარეულო წყევლებიც, რომელიც აზიანებენ მთელ ოჯახს, მთლიანად და არის რომ სიკვდილიანობამდეც მიყავთ. მე არ ვაშინებ არავის და მაგრამ ეს ეგრეა, ეს არის პარანორმალური სამყარო. ჩვენ შეგვიძლია ვიაროთ სწორედ, ჩვენ შეგვიძლია რომ ყველაფერი გავაკეთოთ, ჩვენ შეგვიძლია საუკეთესო ადამიანები ვიყოთ, მაგრამ კარმას, აი ამ პარანორმალურ სამყაროს და უხილავ სამყაროს ვერც ერთი ადამიანი ჯერ ვერ გაქცეულა. და ამიტომ აუცილებლად უნდა ადამიანებმა იცოდნენ და რომ როგორ უნდა მიხედონ თავისი თავს, როგორც ავადმყოფობებიდან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მესმის, რადგან ეს საერთო დღევანდელი დღე მე ვთქვი, რომ საერთო გადაცემაა, ყველაფერზე რომ ცოტა ადამიანებმა მიდიან ექიმებთან, დიაგნოზს უსვავენ და ზოგჯერ წამალებსაც უნიშნავენ, მაგრამ აბსოლუტურად არაფერი რეაქცია არ არის. რა ხდება აქ, ხო, ელემენტალურად, რატო არ მოქმედებს, თუ ვიღაცაზე მოქმედებს, ის წამალი რატო ჩემზე არ მოქმედებს, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანის ბიოველი არის დაბინძურებული, ან არის განაკეთობა გაკეთებული და ეს დაავადება არის პროგრესირებადი, რომელიც ვერც ერთ წამალს ვერ ექვემდებარებს და რამდენიც არ უნდა დავლიოთ ეს წამლები, ხო, ჩვენ ვერ მივიღებთ ამ შედეგს, რაც უნდა მივიღოთ ეს შედეგი. არსებობს კიდევ ისეთი დაავადებები, რომელიც ჩასვეს, ეს არის ლავრები, ეს არის კლაშეები, ეს არის კოსმიური პარაზიტები, საიდანაც შეიძლება ჩვენ გამოვიწვიოთ უარყოფითი ჩვენი აზრებით, აი რაზეც მე ვლაპარაკობ, რომ შიშმა შეიძლება გამოიწვიოს აი ეს კლაშეები, ლავრები და დაბუდებული იყოს ჩვენ ორგანიზმში და აქედან გამომდინარე ჩვენი ორგანიზმი უკვე იღებს უკუ მიმართულებას და შეიძლება წახვიდეთ თქვენ იმაში რა ქვია ეხოსკოპიაზე და აღმოგიჩნდეთ თქვენ რაღაც კისტური წარმონაქმნები ან კიდე ღმერთმა დაგიფაროთ კიბოს წანაზარდები ხო მაგრამ ფაქტიურად ეს კიბო კი არ არის აი ეს ზუსტად ეს არის მე არ ვამბობ ყველაზე ხო ელემენტალურად იმიტომ რომ არსებობს კიდე ფიზიკური დაავადებები და შეიძლება ეს იყოს კლაშეები და ლავრები რომელიც აი თქვენვე გამოიწვიეთ ეს დაავადება თქვენი უარყოფითი ანაზრებით ან უარყოფითად რომელიც თქვენ ფიქრობდით ვინმე ადამიანზე ხო ელემენტარულად იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ანგელოზი და როცა ის ადამიანი არ არის ღირსი სამაგისოდ რომ თქვენ ის ან დასწრებლოთ ან კიდე ელემენტალურად ეჩხუბოთ და თქვენ ამას აკეთებთ უსაფუძვლოდ, აი ზუსტად ეს არის უარყოფითი, რომელიც თქვენ აგროვებთ თქვენ ორგანიზმში, მე აძლევთ კოსმოსში და ამ კოსმოსმა თქვენ უკან გიბრუნებს აი ეს დაავადების სახით. და ყველა დაავადება, რომელიც ადამიანს განუკურნებელია, ხო? ეს დაავადებები, ეს ძალიან ბევრი დაავადება, რომელიც არ ikურნება, არის აი ამ პარანორმალური სამყაროსთან დაკავშირებით. და როცა ადამიანი უკვე დროზე მიმართავს როგორც დიაგნოზს, როგორც ეხოსკოპიას, როგორც დღევანდელი დღით ანალიზებს მიმართავთ და მიმართავთ აი ეს უხილავ სამყაროს და იქიდანაც როცა იღებთ თქვენ დიაგნოზს, აქედან გამომდინარე შეიძლება თქვენ უშველოთ თქვენ ორგანიზმს და უშველოთ თქვენ თავს.
მოდით ასე ავიღოთ სისუსტე ადამიანი რომელიც არ უნდა რომ არაფერი სიმპტომებზე ვლაპარაკობ მე ახლა როცა ადამიანი სისუსტე აქვს საერთო სისუსტე არაფერი არ უნდა ყველაფერი ეზარება, არც სამსახურში არ უნდა, არც საქმის გაკეთება არ უნდა, ენერგია, ნაკლებობა აქვს, ხო, გათვალულ ადამიანს. იგივე სიმპტომები აქვს ჯადოს განაკეთებას. იგივე სიმპტომები აქვს დაავადებებს. ძალიან ბევრ დაავადებას აქვს ერთი და იგივე სიმპტომები, ხო? მაგრამ აი ეს რაღაცა ადამიანი რომელიც აი უაზროდ ფიქრობს რაღაცა ფიქრებში გადადის რომ ნერვიულობს და ან ცარიელა ადგილზეა ხო ვითომ არ არის სანერვიულო არაფერი მაგრამ ის გამოდის წყობიდან ის არის ის რატო ხდება ეს ყველაფერი აქედან გამომდინარე ან ყოველთვის რაღაცას ტკივა მაგრამ ფაქტიურად ის არ ტკივა მაგრამ ტკივა ხო ეგრეთი აზროვნებაში მაგას ეს ტკივილი და მე ტკივნეულად კიდევ გადადის ორგანიზმში მე ტკივილიც ეიწყება დაზუსტებით რომ ეს ტკივნეული ადგილი რომელიც ეს არის ზუსტად აი ამ კლაშეებზე და ლავრებზე რომელიც აი ამ კოსმიურ პარაზიტებზე რომელიც ვამბობ თქვენ თვითონ რომელიც გამოიწვევთ აი აქედან გამომდინარე არის ნერვიული დაავადებები ყვირილი წივილი ყოველთვის აი თვითონ არიციან რა უნდათ ან კიდე თავისი აზროვნება უნდათ რომ მოახვიონ სხვა ადამიანზე. ნუ არის ძალიან ბევრი ისეთი მომენტები, სადაც პრაქტიკულად ძალიან გავს ერთმანეთს, როგორც ფიზიკური დაავადებები და მაგისი სიმპტომები, ისე გავს აი ეს თვალი, აი ეს კარმული დაავადება და აი ეს ჯადოს განაკეთებები. ეს ძალიან გავს ერთმანეთს. ძალიან გავს და ხანდახან ფიქრობთ, აი ავად ვართ, ცუდად ვართ, ვერა ვართ კარგად, მივდივართ ექიმთან, მაგრამ პირველ რიგში უნდა გაისინჯოთ აურა. პირველ რიგში, იმიტომ რომ წასვლა ექიმთან წამებში თუ არ არის გადაუდებელი ოპერაციები და ესა პირველ რიგში გაისინჯეთ თქვენი აურა, ხო არ არის არაფერი პრობლემა თქვენ ორგანიზმში სხვა კუთხიდან, პარანორმალური კუთხე, იმიტომ რომ აურა როცა დარღვეულია და ფერები როცა არის დარღვეული, ეს უკვე იმას აი წითელ შუქს ანთებს, რომ რაღაცა ხდება თქვენ ორგანიზმში, რომელიც შეიძლება უკვე ადამიანი ავად გახდეს, ან კიდე ცუდად იყოს, ან ფსიქიატრიულად, ფსიქიკური აშლილობა დაემართოს, აი რასაც ჩვენი ექიმები და ჩვენი რასაც წამალი ვერ ზრდება და მარტო აი ეს ყველაფერი არის პარანორმალური მოვლენა, ხო? ეს არის ფსიქიკური დაავადებები, ეს არის აუტისტური კუთხე, ეს არის დაუნიზმი, საიდან ხდება ეს ყველაფერი? ყველაფერი არის პარანორმალური მოვლენა და მალე ძალიან უკვე სხვა საუკუნეში შეიძლება ეს უკვე აქსიომად გახდეს, რომ ეს მოდის ყველაფერი კოსმიური ბალანსიდან, რომელიც ჩვენ ამას უხილავ სამყაროს ვეძახით და ხა პროფესიონალები კი ვიცით, მაგრამ უბრალო ადამიანი ძალიან ბევრ აკეთებს აი ამ შეცდომებს, რომ არ მიმართავს პირველ რიგში აი ამ პროფესიონალი კიდევ და კიდევ ვამბობ პროფესიონალი, იმიტომ 2000 წლამდე კიდე ბებიები იყვნენ რაღაცა ლოცვებით, ძალიან ესეთი იყო მაგიური კუთხე იყო უფრო და ჩუმად მიდიოდნენ მაშინ იყო კომუნისტური პარტია და რაღაცა ჩუმად იყვნენ ეს ბებიები რომელიც სანთლებით ასხავდნენ მაგრამ მე პირველ რიგში ერთ რამეს გეტყვით რომ ნუ ვენდობით ყველას იმიტომ რომ აურა ისეთი ფაქიზია და ისეთი სათუთია შეიძლება არაპროფესიონალმა შეიძლება უნდოდეს ძალიან კარგის გაკეთება მაგრამ ის ადამიანი არ არის შენ მისიაში შესული, რომ შენ უნდა შეხვდე ამ ადამიანს და შენ შემეკითხებით ახლა რატო შევხვდიო, არის მობოდიალე ვარსკვლავები, რომელიც მიყავთ არასწორ გზაზე და მერე უკვე უფრო უარესდება სიტუაციები, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ზოგჯერ ადამიანი, რომელიც წყალსაც მოგაწვის, ის იქნება უკვე
ჯამთელი და ჯამთელობაზე მოერგება ადამიანს და ადამიანი შეიძლება ოქრო მოგწეს ყველაფერი გაგიკეთოს, მაგრამ ფაქტიურად არაფერი არ იმოქმედოს, იმიტომ რომ ამ ადამიანთან არ უნდა შეხვედრილიყავით, აქ რადგან რომ უარყოფითი ძალები მიგიყვანეს იქ, სადაც შენ არ უნდა მიხვიდე დადებით ძალასთან, რომელიც შენ მოგიტანს კარგს და ყოველთვის უყურეთ ნახეთ, ვისთან მიდიხართ, რა პროფესიონალიზმი აქვს იმას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დაავადებები არსებობს, რომელიც არის პარანორმალური მოვლენიდან დაკავშირებული და კოსმიური ბალანსიდან შემოტანილი თქვენ ორგანიზმში. ყველაფერი აბსოლუტურად არაფერი არ ხდება ისე რა. ყველაფერს აქვს თავისი დანიშნულება. მე ყოველთვის ამას ვამბობ, რომ ისე რა არ ხდება, რომ ადამიანი გადაიტრიალა ფეხი. ისე რა არ ხდება, რომ ის მოხვდა სამანტყოფოში. ის არის რაღაც შუქი, რომელიც შენ გეუბნება. რაღაცას აკეთებ არასწორად. მაგრამ ძალიან ბევრმა ადამიანმა ვერ ხვდება სამაგისოდ, რომ სულ ყოველთვის ამბობს მე მართალი ვარ. ყველაფერში მართალი ადამიანი, თუ შენ ხარ ადამიანი, ვერ იქნები. უნდა ცოტა სამყაროს მოусმინო. იმ სამყარომ გიგდებს შენ ადამიანს, ან კიდე რაღაცა ნიშნებას, ან აი ამ მწვანე შუქს, რომელიც ვამბობ მე კოსმიური ბალანსიდან, ან ვიღაცას შეგახვედრებს, რომ გაიგო, რა გააკეთე არასწორი. შეიძლება მე ვიყო მოსამართლე, შეიძლება ვიყო პრეზიდენტი, ყველაფერი კი არ შეიძლება, რომ ერთ ადამიანში შეიძლება ვიყო მასწავლებელი, შეიძლება ვიყო უბრალოდ დამლაგებელი, ხო? მაგრამ ყველას ჩვენ გვაქვს ჩვენი მისია, რომელიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ და როცა არ ვასრულებთ, მე უკვე მიმართულება მიდის უკვე ჩვენ შვილებთან, გადადის უკვე ჩვენ შვილიშვილებზე და აი ესე გენეტიკურად და ზოგი კიდევ წდება მთელი გვარიც ადამიანი ღმერთი არ არის და სამყაროც ვერ მართავს. ტყუილია ვინც იტყვის, რომ მე სამყაროს ვმართავ. სამყარო გვმართავს ჩვენ. ჩვენ გვაძლევს ის ენერგიები, ის მინიშნებები, რომელიც ჩვენ უნდა ვიცოცხლოთ და ვიყოთ სწორი მიმართულებაზე ვიაროთ. და მე ჩემ გადაცემებში ძალიან ბევრი იქნება წარმული 15 რეინკარნაცია და პირველ რეინკარნაციაში ვინ შედის, მეორე რეინკარნაციაში ვინ შედის, მესამეში, მე-15 რეინკარნაციაში და რა დანიშნულება აქვს მე-14 და მე-15 რეინკარნაციას, რომელიც და რატო ხდება, რომ ამბობენ სულის გაბათილება, ხო? თვითკვლელობა და ეს სულის გაბათილება, ან დაიწვება ადამიანი, თვით დაწვა, ან ეს ყველაფერი კარმულია, ეს ყველაფერი დაზიანებები, არსებობენ ჭინკები, არსებობენ, აი ამ ყველაფერზე ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი საუბარი, დიდი საუბარი. ჩვენ გვინდა რომ მოვიწვიოთ ჩვენ სტუდიაში ყველა ის ადამიანი, ვინც საინტერესო თავისი ისტორიები და მე კიდევ თქვენ აქვე მოგცემთ რჩევებს, როგორც Facebook-ზე, როგორც YouTube არხზე, როგორც ტელევიზიაში, აი ასევე ჩვენ სტუდიაში ვისაც მოინდომებს, რომ პირდაპირ ჩემთან შეხვედრა ჰქონდეს და მე რომ მივცე მაგას ისა. აი მე მგონი დღევანდელი დღე ჩვენ ამოვწურეთ, ნუ ეს 60 წური არ არის ეს გადაცემების, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის კიდევ სხვადასხვა გადაცემებში კიდე ჯადოს განაკეთობაზე თუ იქნება ლაპარაკი ან კარმაზე თუ იქნება, ჩვენ კიდევ მოვტრიალდებით ამ თვალზე, ამ ძალებზე, იმიტომ რომ აი ერთმანეთთან არის დაბალანსებული ყველაფერი, იგეთ, აი როგორც თვალი, როგორც უარყოფითი ძალა, როგორც დადებითი ძალები, ესეთი უარყოფითი ძალები, ეს ყველაფერი ერთად ეს არის აურა, ეს არის კარმები, ეს არის თვალი, ეს არის ჯადოს განაკეთობები და აუცილებლად ჩვენ ამ თემებზე აუცილებლად ჩვენ ფართოდ გავშლით თუ თქვენ სურვილი გექნებათ
რომ ფართოდ რომელი თემაც გინდათ რომ ფართოდ გავშალოთ, ჩვენ ფართოდ გავშლით ამ თემას. მომწერეთ რომ მე ვიცოდე რა თემაზე გნებავთ თქვენ, რომ ის იმ კვირაში ჩვენ ვილაპარაკოთ. თემა, რომელიც ჩვენ გავშალეთ დღევანდელი დღით, ეს იყო თემა თვალისა, ეს იყო კარმის თემა და საერთო თემა იყო და რომელიც მე მინდა გაგაცნოთ, რა თემებზე გვექნება ჩვენ საუბარი. როგორი თემა იქნება და რანაირად და მე გთხოვთ რომ თქვენ აუცილებლად მოგწეროთ, ტელევიზიაშიც მოგწეროთ, YouTube-ზე, Facebook-ზე, მოგცეთ თქვენი შეკითხვები, რომ ეს თემა გაიშალოს ფართოდ და სამაგისოდ რომ ჩვენ უკვე ვიცოდეთ რა თემაზე უნდა გვექნება. კი, ჩვენ გვექნება ჯადოს განაკეთებებზე გვექნება, ლავრებზე, კლაშეებზე, კოსმიური პარაზიტებზე გვექნება, ავადმყოფობაზეც გვექნება, მაგრამ უფრო საინტერესო თემები, რომელიც იქნება, ვის რა თემა უფრო აინტერესებს. ჩვენ გვექნება ბავშვებზე თემა, რომელიც ბავშვები დღევანდელი დღით ჩვენ რო ვეძახით ჯენსის თაობას, მაგაზე უფრო მეტად ჩვენ ვილაპარაკებთ, რატო ხდება ეს ყველაფერი, რატო არიან აგრესიულები, რა ხდება, რომელი კოსმიური, რომელი რეინკარნაციული კარმა მაგ ბავშვებზე რა ხდება ბავშვების თავზე, რატო არიან ეგეთი აგრესიულები, რატო არ უსმენენ მშობლებს, რა ხდება ადამიანის თავზე, როცა მშობელი როცა ელაპარაკება ბავშვს, ის ბავშვი აუცილებლად ან აგრესიულად მიმართავს და არის თუ არა აქ კარმა შუაში. თუ ეს არის 2000 წლის ის ბავშვები, რასაც ქვია კოსმიური ბავშვები, ინდიგო ბავშვები. იმიტომ რომ დღევანდელი დღით ჩვენ ყველა ჯენსის ვეძახით, ვინც იგინება და ვინც ლაპარაკობს არასრულად. აი ამ ბავშვებზე და როგორ უნდა მოუვაროთ ამ ბავშვებს, რა უნდა გავაკეთოთ ამ ბავშვების თავზე, რომ ჩვენი შვილები იყვნენ ძალიან ისეთი მოსიყვარულე ბავშვები, იმიტომ რომ უკვე დაიწყო ძალიან ცუდი პერიოდები, დემონური პერიოდია, აგრესიული პერიოდია, სადაც ჩვენ შეიძლება ესე დავკარგოთ ჩვენი სასიკეთო ოჯახური იდილია და უკვე მე უკვე დავაბრალოთ, რომ ეს არის ჯენსი, ან ეს არის რაღაცა პრობლემიური ბავშვი, რაღაცა, იმიტომ რომ დღევანდელი დღით ჩვენ ან ვეძახით ან აუტისტური კუთხე, ან ინდიგო ბავშვებს, მაგრამ არ უნდა ჩავარდეთ ჩვენ მარტო იმ დეპრესიაში, სადაც და იმ იდილიაში, რომ ჩვენი შვილები არიან ვუნდერკინდები, არ არიან ეგრე. არის გამორჩეული ბავშვები, 100 ბავშვი შეიძლება დაიბადოს 2 ინდიგო 2000 წლიდან და ნუ ვეძახით ყველას ერთი და იგივე დასახელებას. და როგორ უნდა მოუვაროთ ჩვენ შვილებს, ან როგორ უნდა გავარკვიოთ, ვინ არის ინდიგო და ვინ არა. დღევანდელი დღე მე მინდა დავამთავრო ჩვენი საუბარი, ჩვენი რუბრიკა იქნება ჩემთან ერთად ჩემი საავტორო გადაცემა და თუ ვინმე რამე ბოდიშს გიხდით, თუ ვიღაცა ძალიან დაახლოვდა ჩემი საუბარი, რომელიმე ოჯახთან დაუკავშირდა და გთხოვთ აი ეს რომ არ მიიღოთ ცუდად, პირველ რიგში ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ როგორც ხილავის სამყარო არსებობს, ისე უხილავი სამყარო არსებობს, როგორც ხილავის სამყაროსთან ჩვენ ურთიერთობა გვაქვს და ჩვენ ვეხებით და ვიღებთ იქიდან ან დადებით ან უარყოფით, აი უხილავი სამყაროს არსებობს, რომელიც ჩვენ არ ვიცით რა არის და როცა უკვე პროფესიონალები, რომელიც არის წინასწარმეტყველები, რომელიც ხედავენ ის, რაც ვერ ხედავთ თქვენ, ისინი რჩევას თუ მოგცემენ, მე მგონი ეს არ იქნება ცუდი და მე მინდა აი ეს რჩევები მოგცეთ თქვენ ოჯახთან ერთად, ვიყოთ სწორ მიმართულებაში და თქვენ დაინახავთ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. იქნება წინასწარმეტყველური, იქნება ასტროლოგიაც, სწორი ასტროლოგია და პროგნოზებიც მექნება ორ კვირაში ერთხელ, ან კვირაში ერთხელ გვექნება ჩვენ პროგნოზები. დროს ადამიანში დაგუბებულია უარყოფითი ძალიან ბევრი ენერგია, უარყოფითი ენერგიები, სადაც შეიძლება ადამიანმა თავი გათვალოს ელემენტალურად, ან კიდე რაღაცას თქვას. უი რა კარგია დღეს და ყველაფერი უკუღმართად წავიდეს.
დედას უფრო მეტი ენერგიები აქვს, ხო? კი, არც ერთ დედას არ უნდა რომ თავისი შვილი ცუდად, ნორმალურ დედას, ხო, ელემენტალურად. მაგრამ არის ეგეთი ძალიან მოსიყვარულე დედები, რომელიც შეიძლება თავისი დადებითი სიტყვებით მოუტანონ უარყოფითი, აი დილა გათენდა და ადგაულ მე რა ლამაზი ხარ და შეიძლება ფეხი გადაუთრიალდეს და ან მოუტყდეს ან რაღაცა. რა კარგია ეს ყველაფერი, გარდა იმისი, რომ ჩვენ ყავს გარშემო უარყოფითი ადამიანის მეზობელი იქნება, ავითვალ. ზოგი ადამიანი არც იცის, რომ ცუდი თვალი აქვს ან ცუდი ფეხი აქვს. ძალიან კაი ადამიანი შეიძლება იყოს, ძალიან, აი მე პირადად ბევრს ვიცნობ, ძალიან კაი ადამიანები არიან, მაგრამ რო შემოვა, გინდა ახალი წელიწადი იყოს, გინდა ძველი ახალი წელიწადი, ის ფეხი იქნება არა და ადამიანიდან რო ის იმან შეიძლება დაგეხმაროს კიდევაც, ფულიც მოგცეს, ყველაფერი გეხმაროს, მაგრამ ფეხი არ აქვს. იმიტომ კი არა რომ გული არ აქვს კარგი, იმიტომ ელემენტალურად უარყოფითი ენერგიის პატრონია, მომტანია უარყოფითი ენერგიის. მე ერთ რამეს ვიტყვი, თუ ადამიანს აურა აქვს დარღვეული, არც ამულეტი გიშველის, არც წითელი ძაფი გიშველის და არაფერმა არ გიშველის. თუ ადამიანს აქვს აურა დარღვეული, მაგრამ თუ ადამიანი უკვე ბიოველით არის ძალიან დადებითი ბიოველით, არა აქვს არც ჯადო გაკეთებული, არც გარმადაზიანებული, ის აუცილებლად უშველის დაიცავს ყოველივე ანტიენერგიისგან და უარყოფითი კოსმიური ბალანსიდან, რომელიც უარყოფითი მოდის იქიდანაც. და მე ძალიან ბევრი ვიცი ადამიანს, ვისაც მე გავუკეთე ამულეტები და თილისმები, კლაშეც ვერ შევიდა მაგის ორგანიზმში და ფიქრი, აზრი, უარყოფითი უკვე იფანტება. და ადამიანი უკვე ფიქრობს პოზიტივზე და როცა შენ ფიქრობ მარტო პოზიტიური ხარ, ის ვერაფერს ვერ დააკლებს. და როცა გაქვს უკვე შენ აი ეს ამულეტი გაკეთებული, იმიტომ რომ ხანდახან ვიტყვით, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც ცუდად არის ფიქრობს. არა, არსებობს. როცა შენ ვერ შეხედავს ხვის ჩანთაში რა მოაქვს ის ადამიანი, ეს თვალია. და არ უნდა შეხედოს ხვის ოჯახში რა ხდება, არ უნდა თქვა რომ აი იმ ოჯახში რა თქვენ ხო არიცით იმ ოჯახში რა ხდება, ხო? და თქვენ ამბობთ რაღაცა აი იმეთი ხედავ, როგორი წყნარი ოჯახია და ჩემთან სულ ყოველთვის ჩხუბია და კამათი, აი ძალიან ბევრია ეს შედარება მიმდინარეობს, მაგრამ იქ შეიძლება უფრო უარესი შედარება, ის შეიძლება უფრო, მაგრამ ის არ ჩანს, ხო? მაგრამ აი ეს უარყოფითი უკვე გროვდება. ან შედიხართ სახლში ვიღაცის და დაინახეთ რაღაცა კრესლო ან დივანი ან სავარძელი რაღაცა ხო და მოგეწონათ, მეც მინდა ეგეთი. აი შეიძლება მოგეწონოს რაღაცა, შეიძლება რაღაცნაირად, მაგრამ არ უნდა შეგშურდეს, რასაც ქვია, რომ გინდა თუ არა, მეც ეგ მინდა, მე ყავს ეგეთი ადამიანები, ვიცნობ ეგეთ ადამიანს, როგორც კი შევლენ დაინახავენ, ან ტელევიზორი ნაყიდია, ან კიდე რაღაცა სავარძელია ნაყიდი, ან კიდე რემონტს ვიღაცა, გარბის თვითონ ჩქარა სულ ვალებში შეძვრებიან და აკეთებენ ის, რომ გინდა თუ არა ეს მე გავაკეთო, ისე როგორც იმან გააკეთა, რატო იმან გააკეთა და მე არ. აი ძალიან ბევრი ნიუანსებია, რომელიც ადამიანმა არ უნდა გააკეთოს. აი თავისუფლად უნდა იცხოვრო. შენ რაც მოგცა, რაც შეგიძლია, რაზეც საბანი გეფარება, ის რომ შენ მარტო დაიფარო და შენ არავის იმაში არ შეხედო, ხო, მთებში რა სჭამს და რა არა, ყოველთვის კოსმოსიდან შენ მიიღებ დიდ პოზიტივს, იმიტომ რომ რაც გასცემ, ისიც შვიდჯერ მიიღებ. 59 წელიწადია ვმუშაობ მაგ კუთხით. მე ვარ ასტროპაროფსიქოლოგი, არა პაროფსიქოლოგი, არა ფსიქოლოგი, ასტროპაროფსიქოლოგი. რა არის ასტროპაროფსიქოლოგია? ეს არის პარანორმალური მოვლენის ფსიქოლოგიაც არის, ასტროლოგიაც არის, რასაც უხილავი სამყაროსთან არის დაკავშირებული. რასაც ვხედავ და წინასწარმეტყველი. მე ბევრი წინასწარმეტყველი, იმიტომ რომ უამრავი ჟურნალ-გაზეთები მაქვს, უამრავი გამოშვებული, უამრავი ტელევიზიით გამოსვლები მქონდა მე, ეს არის TV12-ზე, ეს არის ჩვენი საქართველოს ტელევიზიები,
ევრიკა, კი, ძალიან ბევრი გადაცემები, სადაც მე მიმყავდა ევრიკაზე გადაცემა და და ღმერთმა შექმნა ქალი, ახლა უფროსი თაობა ძალიან კარგად მიცნობს და ღმერთმა შექმნა ქალი და ძალიან ბევრი გადაცემები მქონდა და საპატრიარქო ტელევიზიაც, კი. მე არ ვარ არჩევი მაგი, მე თეთრი მანტიის ფლობელი ვარ და თეთრი მაგიის ფლობელი ვარ, რომელიც შემიძლია რომ ადამიანის როგორც დადებითი ნახო, ისიც უარყოფითი ნახო. არ შეიძლება რომ რომ არსებობს თეთრი მაგია, ზოგი ამბობს რომ თეთრი შავი ერთია, არაფრის დიდებით, იმიტომ რომ თეთრი მაგია არის თეთრი, რომელიც ემსახურება მარტო სიკეთეს, შავი არის ის, რომ მარტო ემსახურება ცუდს. არსებობს კიდე რუხი მაგია, რომელიც ემსახურება აი ამ შავთან დაკავშირებული და არის უკვე მწვანე მაგია, ეს არის უკვე ის მაგია, რომელიც ემსახურება ფიტოთერაპიას. წითელი მაგია ეს არის უკვე ენერგიების გადაცემა, ეს არის მეტაფიზიკური კუთხე, სადაც ჩვენ გავცემთ ენერგიებს, ხო? იმიტომაც არის თეთრი, შავი, რუხი, წითელი და მწვანე. და ყველაფერს, აი ახლა მწვანე მაგია და წითელი მაგია ეს ემსახურება ყველგან შეიძლება, მაგრამ როგორ ფლობ შენ ამის შავმაც შეუძლია, ხო? აიღოს და ფიტოთერაპიის კუთხიდანაც აიღოს ეს მცენარეების კუთხე მოიხმაროს თავის შავ მაგიაში და ენერგიების, უარყოფითი ენერგიები, ეს წითელი ენერგიები უარყოფითად მოქმედებს. მაგრამ თეთრ მაგიაში დადებითი ენერგია და აი ეს ფიტოთერაპიული კუთხე, რომელიც არის ტიბეტური სისტემიდანაც გამომდინარე, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს ყველა ჩაკრები, როგორ მდებარეობს ორგანიზმში, ეს ყველაფერი არის აი ამ ასტროპაროფსიქოლოგიაში, იმიტომ ასტროპაროფსიქოლოგია არის მეტაფიზიკა შედის შიგნით, ალქიმია შედის შიგნით, ასტრონომია, ასტროლოგია, თეურგია. აბსოლუტურად თუ შენ არ ახარ გაცნობიერებული აი ამ კუთხით, შენ არაფერი არ იცი. შენ ახარ დონე, სადაც არის მარტო ჩხიბავების კითხავების. და ზოგი გონია, რადგანაც ხედავს რაღაცა ტაროზე, ან ხედავს რაღაც ჭიქაში, ის არის პროფესიონალი, ტყუილია. პროფესიონალი მარტო იძლევა კოსმოსიდან დაბადებიდან. სწავლა ენერგიების გადაცემაზე არ შეიძლება. იმიტომ რომ თვითონ ავნებენ მერე თავის თავს, ვინც სწავლობს და გონია, რომ თვითონ პროფესიონალი შეუძლია გახდეს. შეხვედრა ადამიანების იმ დღეს, იმ საათში, იმ წუთებში სიტყვა. ეხლა თქვენ გადართეთ საიდანღაც ტელევიზორიდან და ნახეთ მე. ისე რა არ ხდება ეს ყველაფერი. значит, ეს უნდა ყოფილიყო, რომ თქვენ ჩემთან შეხვედრილიყავით აი ამ ვისაც ვინც მე არ ვიცნობს. значит, თქვენ უნდა აუცილებლად მოისმინოთ ყურადღებით, გადართეთ და ნახეთ და მოისმინეთ. შეიძლება სათქვენო რაღაცა შეიძლება ითქვას, სადაც თქვენი კარმა ამას უკვე ესაჭიროება. ეს შეიძლება ან ავადმყოფობა, ან შეიძლება ეს იყოს თვალი, ან შეიძლება იყოს ჯადოს განაკეთება. ეს ყველაფერი არის ამ კუთხით და მე ვფიქრობ, რომ შეხვედრები, სუფრები, даже ის ცუდიც თუ გადავრჩით იმ ცუდისგან, даже ის ცუდიც ნიშნება გვაძლევენ ჩვენ როგორ უნდა ვიცხოვროთ. არაფერი არ ხდება ისე რა. რაღაცას ვკარგავთ, რაღაცას სიზმარი ვნახე. არაფერი არ ხდება ისე რა. ყველაფერთან აქვს აი ეს პარანორმალური მოვლენა დაკავშირებული. და ხანდახან ვეკითხებით ერთმანეთს, რა მოხდა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი. იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ მინიშნება მივიღეთ. და ეხლა როგორ უკვე გავახორციელოთ ეს მინიშნება. მე მგონი, იმიტომაც ვართ ასტროპაროფსიქოლოგები, ფსიქოლოგები,
რომ ამ ყველაფერს პასუხი გავცეთ და სწორი მიმართულება მივცეთ ადამიანს. მარტო ადამიანმა ვერ შეძლებს ამის გამკლავებას. დიდი მადლობა მოსმენისთვის, ვინც მე მომისმინა ბოლომდე. კიდევ და კიდევ მინდა დაგემშვიდობოთ. კეთილი დღე, სიკეთე, ბედნიერება, ჯანმრთელობა, ბარაკა და დოვლათი. ყოველთვის ადამიანს ჭირდება, რასაც ჭირდება, ესეც უნდა ჰქონდეს. და აქედან გამომდინარე, მე მინდა დაგემშვიდობოთ და შემდეგ შაბათამდე 19 საათზე.